ბიძინა ივანიშვილს ახლა რა თქმა უნდა დაჭირდა ეს პროცესი იმისთვის რომ უფრო მეტი შიში გააჩინოს თავის მმართველობით აპარატში იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის რომ ყველა იპარავს შეიძლება ირაკლი ღარიბაშვილის ან ჯუანშერ ბურჭულაძის ოდენობისას ვერ იპარავს მაგრამ ყველა იპარავს რატომ ვერ ახორციელებს ეს პარლამენტი პოლიტიკურ კონტროლს ეფექტურ კონტროლს მთავრობაზე იმიტომ რომ აი ამ კორუმპირებულმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა რომ ამ დეპუტატებსაც რაღაც თავისი ეს კარგუშკები მოეწყოთ ეგრეთ წოდებული რა თქმა უნდა მე მუნიციპალურ დონეზე კლასიკური მაგალითია ამისი სენაკის მერი კაცი იყო ბიძამისის კომპანიაში ფინანსური დირექტორი გახდა მერი და მე მთელი ინფრასტრუქტურული ტენდერები რაც კი გზის დაგებაზე უმთავრესად გაიცა სენაკის მუნიციპალიტეტში 32 მილიონი ლარი მისცა ბიძამის ის დამჯერე მერი იყო ირაკლი ღარიბაშვილის მმართველობის დროს და რა კი ირაკლი კობახიძესაც დაჭირდა 2025 წელს ვახტანგ გადელია სენაკში ისევ დაასახელა და რატო გონიათ რომ ირაკლი კობახიძის პირობებში სხვა რამეს გააკეთებს იგივეს გააკეთებს ქონდა კვლევა ხო ხელბაჩაურის მერზე რომელმაც საკუთარი სახლი რო ააშენა იმის დეკლარირება არ გააკეთა მალავდა და ხო შეეძლოთ რომ მაგალითად მინიმუმ შენიშვნა მიეცათ ჯარიმა გამოეწერათ მისთვის არა ისევ დაასახელეს მერად ისევ გახდა ხელბაჩაურის მერი ზაზადიასამიც ზუგდიდში კომპანია იგებდა ტენდერებს და ამ კომპანიის მფლობელის და დირექტორის ერთი კლასელი იყო ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია და მეორე კლასელი იყო ვიცე-გუბერნატორი კუხალეიშვილი ამაზე ვესაუბრებოდი ჩვენ საზოგადოებას რომ ასეთი ნეპოტისტურ კორუფციული კავშირები იყო ხო შედეგად რა მივიღეთ კი მამუკა წოწერია ვერ არ დაასახელეს მერობის კანდიდატად მაგრამ მამუკა წოწერია საკრებულოს თავმჯდომარე ანუ ამ მამუკა წოწერია რომლის კორუფციულ სქემაზე ვსაუბრობდით მთელი 2 წლის 3 წლის განმავლობაში ახლა უნდა განახორციელოს დათო კოდუას საქმიანობაზე როგორც ახალი მერის საქმიანობაზე საკრებულოდან კონტროლი ამ მერმა ყოფილმა ის ვერ შეძლებს ამას რა თქმა უნდა წყალტუბოს მერი იგივე გახდა ვინც იყო და წარმოიდგინეთ თქვენ წყალტუბოს მერს აქვს კომპანია რომელიც მოიპოვებს ქვაღორღს რომელიც აუცილებელი ნედლეულია გზების მშენებლობისთვის მე რა შვება იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე რომელზეც თვითონ აცხადებს მერის შესყიდვებს ტენდერებს ხო და იქ გაიმარჯვებს რომელიმე კომპანია რომელმაც გზა უნდა დააგოს იმ გზის დამგებ კომპანიას აძლევს იმ ქვაღორღს რომელსაც თვითონ მოიპოვებს მაგალითად აი ყველაზე მსხვილი კომპანია რომელიც ჩვენ გქონდა აი ამ ჩამონათვალში კორუფციული სქემებისა იყო კომპანია არალი კომპანია არალი აგებს გზებს და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც ახორციელებს 2018 წლის ზაფხულამდე ამ კომპანიას ჯამში რაც არსებობს დაახლოებით 7-8 წლის მანძილზე მანამდე ქონდა სულ რაღაც 55 მილიონი ლარის შესყიდვა მიღებული 2014-დან დღემდე 650 მილიონ ლარზე მეტი შესყიდვა აქვს მიღებული და რა მოხდა 2018 წლის ზაფხულში ბიძინა ივანიშვილს აბასთუმანში მოეწონა ამ კომპანიის მაშინდელი მფლობელის თათაშვილის ოთარ თათაშვილის სახლი რომელიც უნდოდა თავისთვის ჩუქნიდნენ, მაგრამ უარი თქვა, იყიდა ის სახლი, ანუ ეს იყო პირველი ნაბიჯი, რომელთაც აბასთუმანში ფეხი ჩადგა ბიძინა ივანიშვილმა და იმის მერე დაიწყო იქ ჭყალებში რო თქვა, ცოცავი ოკუპაცია აბასთუმის, ხო, იქ ყველაფერი მისია უკვე და მისი კონტროლის გარეშე იქ არაფერი არ ხორციელდება და ამის მერე დაიწყო არალის აღზევება. ამის მერე 7 წელიწადში ამ კომპანიამ მიიღო თითქმის იმდენივე დროის განმავლობაში, რაც მანამდე დაახლოებით 12-ჯერ მეტი თანხა ბიუჯეტიდან. დემეტრე თათაშვილი არის ამ არალის მფლობელი და ამდენი ფული მიაქვს ბიუჯეტიდან. მეორე მხრივ მისი დის მეუღლე იღებდა ახალციხის მუნიციპალიტეტიდან ასევე შესყიდვებს. 13 მილიონ ლარამდე აქვს მხოლოდ ახალციხის მუნიციპალიტეტიდან მიღებული მისი სიწეს დის მეუღლეს.
და აი ამ მისი დის მამამთილი არის სატენდერო კომისიის წევრი ახალციხის საკრებულოში. წარმოგიდგენია თქვენ ტენდერს აწყობს ადამიანი, გასცემს თანხას და ამ თანხას იგებს მისი შვილი.